ქვეყნის ერთიან ენერგეტიკულ ქსელს 5 მზის ელექტროსადგური მიუერთდება. რა დადგმულ საერთო სიმძლავრეზეა საუბარი ჯამში და ზოგადად როგორი არის მზის ენერგიის პოტენციალი საქართველოში. თემაზე სასაუბროთ მაია მელიქიძე, კრედას აღმასრულებელი დირექტორი არის ჩვენთან ერთად. სტუმრად, მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი იქნება, რომელიც უნდა გავშალოთ და უნდა ვისაუბროთ თავისუფლად. ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სხვა ზოგადად ენერგეტიკის გარშემო არსებული პროექტებთან ერთად, თუმცა მოდი საუბარი დავიწყოთ სწორედაც ამ ახალი თემით და ამ სიახლით 5 მზის ელექტროსადგური, რომელიც უნდა მიუერთდეს ენერგოსისტემას, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, რა პერიოდში არის ეს ყველაფერი დაგეგმილი, როდის ველოდებით ბოლოში გასვლას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რა დადგმულ სიმძლავრეზე ვსაუბრობთ. რეალურად აქამდე მოცემულობა ჰქონდა ასეთი, რომ ჩვენ არ ჰქონდა ერთი მზის ელექტროსადგურიც კი. ის 200 მეგავატი, რომელიც გენერირდება მზის მიმართულებით, ყველა იყო მცირე მიკრო ელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ნეტო აღრიცხვას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გადავდივართ ნეტო დარიცხვაზე და საბოლოო ჯამში 500 კილოვატამდე დადგმული, ანუ ცალკეული, ასე ვთქვათ, მიკროელექტროსადგური აგენერირებდა ამ ელექტროენერგიას. ჩვენ უკვე ნეტო აღრიცხვიდან გადავდივართ ნეტო დარიცხვაზე და შესაბამისად უკვე იცვლება თამაშის წესები. დღევანდელი მოცემულობა, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვექნება პირველი მზის ელექტროსადგურები, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელში და სრული დადგმული სიმძლავრე გახლავთ 10 მეგავატი. ეს არ არის ძალიან დიდი მოცულობა, ამაში დამეთანხმებით, მაგრამ ის რომ პირველად გადავდგავთ ამ მიმართულებით ნაბიჯს და აქვე აღნიშნავ იმას, რომ შემდეგი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით ამ სექტორში მყოფი ადამიანები, რომ ძალიან დიდი იქნება მოთხოვნა მზის ენერგიაზე და ველოდებით იმას, რომ ბუმიც გვექნება შემდეგი 2 წლის განმავლობაში. ამის საფუძველს მაია ძალიან საინტერესოა გავიმართოთ ჩვენი მაყურებლისთვის. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ის ტარიფი, რომელიც მზის პირველი, მეორე CFD აუქციონის შედეგად და ბოლოს უკვე ეს მეორე CFD აუქციონის შედეგად გამოვლენილი სატარიფო პოლიტიკა, ანუ მედიანური ტარიფი აღმოჩნდა ძალიან მიმზიდველი მზის ელექტროსადგურების მიმართ. ნახეთ, რაზე აქ საუბარი, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი სირთულეა ჰიდროს მიმართულებით განვითარების ჭრილში, სწორედ ამიტომ ინვესტორები საბედნიეროდ არ გავიდნენ, ხაზგასმით ვამბობ ამ სექტორიდან, არამედ მოახდინეს თავისი სტრატეგიის დივერსიფიკაცია და ის თანხები, რაც მობილიზებული ჰქონდათ იმისათვის, რომ ჰიდროენერგეტიკა განევითარებინათ, ახლა უკვე ინვესტიციას ახორციელებენ მზის ენერგიის განვითარებაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ახლა ძალიან ცხელი დღეები გვაქვს, ჩათვალეთ, რომ გენერაციის მაჩვენებელი და რადიაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და შესაბამისად 365 დღიდან წელიწადში საქართველოში 257 დღე არის მზიანი. ანუ შესაძლებელი არის ელექტროენერგიის გენერაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი დოზით. უბრალოდ ამას აქვს ნახეთ რა გამოწვევა, ეს არის ვოლატილური ენერგია, ანუ ცვალებადი ენერგია და ქსელისთვის ძალიან რთულია მისი ინტეგრაცია და ამას ჭირდება უკვე დამაგროვებლები. ანუ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ ჩვენი განვითარების როგორც ქარის, ასევე მზის ენერგიის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია უკვე ვისაუბროთ დამაგროვებლებთან მიმართებაში. დღევანდელი მოცემულობით ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი არის ერთ დამაგროვებელზე, რომლის დადგმული სიმძლავრეც გახლავთ 200 მეგავატი. და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ იქნება ეს პროექტი განხორციელებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის მოემსახურება ნახეთ რას სისტემის სტაბილურობას და იმ დროს მოხდება მისი გამოყენება, როდესაც ჩვენ გვექნება გამოწვევა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და მხოლოდ სასიცოცხლო დატვირთვის ობიექტები ჩაერთვება. ეს იქნება სავადმყოფოები, ეს შეიძლება იყოს მეტრო, გადაადგილების ობიექტები და ასე შემდეგ. ამიტომ ამას აი ეს წმინდა ფუნქცია, რაც არის დაგროვება, ამას ალბათ უფრო კერძო ბიზნესი უზრუნველყოფს. სწორედაც ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ. დამაგროვებლების ნაწილში თქვენ ახსენეთ, რომ ინვესტორების ინტერესი გაზრდილი არის მზის ენერგიის მიმართ. თუმცა
პირველ პერიოდში, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, პირველ პერიოდში ინვესტორები ორ ნაწილად იყოფოდნენ, რომლებიც გარკვეულწილად ასე ვთქვათ, ინტერესს გამოიჩენდნენ მხოლოდ მზის ასე ვთქვათ, პანელებისა და ელექტროსადგურების მიმართულებით, ხოლო იყვნენ ინვესტორები, რომლებსაც შესაძლებელია პროექტები არ ქონდათ დაწყებული, თუმცა ამის მიუხედავადაც გარკვეულ ინტერესს გამოხატავდნენ ისეთი ელექტროსადგურების მიმართ, რომლებიც გამოირჩეოდნენ სწორედად ზემოხსენებული დამაგროვებლებით. დღეს რა მდგომარეობაა ამ ნაწილში და ინვესტორების ინტერესი ასეთი სადგურების მიმართ როგორია? რეალურად დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ დამაგროვებელი იმდენად ძვირია, რომ შესაბამისად ეს ძალიან აძვირებს პროექტს. ანუ ინვესტირებული თანხის ამოსაღებად ჰიდროენერგეტიკაში დღევანდელი, შეიძლება ითქვას ტარიფით, საჭირო არის დაახლოებით 13-დან 15 წლამდე. ამიტომ არის ინტერესი დაბალი. სწორედაც რომ აი ამ ჰიდროენერგეტიკის მიმართ. რაც შეეხება მზეს 5-დან 7 წლამდე მერყეობს. თუ დამაგროვებელიც გაჩნდება, მაშინ უკვე 7 წელი გაჩნდება, გაიზრდება და გახდება 9-10 წელი. ამიტომ ამ ნაწილში კერძო სექტორი სწორედაც ითხოვს CFD აუქციონების კვლავ ჩატარებას, იმიტომ რომ აუქციონი მოგეხსენებათ თავის თავში ნიშნავს გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობას, ობიექტურობას, სამართლიანობას და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ ვიხილოთ CFD აუქციონები, რომელიც ინიცირებული იქნება სამინისტროს მიერ და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სწორედაც დამაგროვებელის კომპონენტი გაჩნდეს, ვინაიდან ამისი აუცილებლობა და საჭიროება არის ჩვენი დღევანდელი ქსელის მდგომარეობის გათვალისწინებით. კი ბატონო, ისე ინვესტორების ნაწილში მინდა გავაგზავნოთ საუბარი. თქვენ ახსენეთ, რომ იგივე ხარჯთა ეფექტურობის თვალსაზრისით მზის პანელები საკმაოდ დიდი ინტერესით გამოირჩევიან, ინვესტორები მზის პანელების მიმართ დიდი ინტერესით გამოირჩევიან. ამ მიმართულებით იგივე კონკურენციის ჭრილში თუ შევხედავთ, ასე ვთქვათ, ჩვენზე უფრო მაღალი ხარჯთა ეფექტურობით ხასიათდება სომხეთი ამ ნაწილში გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე. აი ამ ნაწილში რამდენად კონკურენტუნარიანი ვიქნებით იგივე ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან და ინვესტორები რამდენად მოახერხებენ არჩევანს გააკეთონ და შეაჩერონ ჩვენზე. თემა გახლავთ შემდეგი, რომ სომხეთმა ნამდვილად თქვენ სწორად აღნიშნეთ 2003 წელს დაიწყო მზის ენერგიის ახალისება. ჩვენ კი 2016 წელს, ანუ საკმაოდ დიდი. თუმცა ამ ყველაფერს თავისი პლუსიც ჰქონდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის შეცდომები, რომელიც დაშვებული იქნა, თქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ჩვენი შეცდომები აღარ დავუშვით და ბუნებრივია გავითვალისწინეთ ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა. ამიტომ დღევანდელი მოცემულობით შემიძლიათ ამამად გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკვე სომხეთის განვითარების მაჩვენებელთან. რაც შეეხება სომხეთმა პირდაპირ უნდა ვთქვათ, ატომური ელექტროსადგური მათ აქვთ და ბუნებრივია ამას იყენებენ, ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, მაგრამ დროთა განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ასევე ზოგადად რეგიონში, სომხეთში გენერაციის მაჩვენებელი ვერ მისდევს მოხმარებას. მოხმარება ძალიან დიდია. ამიტომ სომხეთი მაგალითად ბოლო 9 წლის განმავლობაში შარშან პირველად განმახორციელეთ ექსპორტი და ბუნებრივია დადგა დღის წესრიგში ის მომენტიც, რაც არის გადამცემი ხაზების გაძლიერება. აქამდე თუ 150 მეგავატის გამტარიან უნარიანობა ჰქონდა გადამცემ ხაზებს, ახლა უკვე 220-ის დამატებაზე არის საუბარი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საჭიროება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა, ექსპორტ-იმპორტისა სომხეთთან უკვე საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. რაც შეეხება ინვესტორებს, საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი პირველები, არაერთადერთი ბუნებრივია პირველები სწორედაც სომხური კომპანიები იყვნენ, რომლებიც მზის ენერგიის მიმართულებით ოპერირებდნენ და დღესაც ჩვენს ასოციაციაში არაერთი სომხური კომპანია, საკმაოდ ავტორიტეტული, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არა მხოლოდ. ანუ ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ იმას, რომ ჩვენთვის და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ენერგეტიკა, როგორც სტრატეგიული მიმართულება და როგორც კაპიტალტევადი სექტორი და ღირს, ასე ვთქვათ, ინვესტიცია ნამდვილად საჭიროებს მეტწახალისებას. კი ბატონო, თქვენ დასაწყისში ახსენეთ ჰიდროგენერაცია და სწორედაც მზის გენერაციიდან აუცილებლად მინდა გადავიდე და შევეხოთ ჰიდროგენერაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასთან. მე 100 თუ დიდი ხნის წინ თქვენი ერთ-ერთი განცხადება შემხვდა, სადაც საუბრობდით შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით. პირველ რიგში განმარტოთ, რა რაოდენობის პროექტებზეა საუბარი, რა რაოდენობის პროექტებია შეჩერებული, რა დადგმულ სიმძლავრეზეა, პოტენციურ დადგმულ სიმძლავრეზეა საუბარი და დღეის მდგომარეობით რა არის აი ამ პროექტების ჰაერში გამოკიდების მთავარი მიზეზი.
რეალურად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეული პროექტი არის შეჩერებული ბოლო წლების განმავლობაში, რამაც რა თქმა უნდა ქვეყანას დააკარგვინა ის დადგმული სიმძლავრე, რომის საფუძველზეც დღეს მაგალითად ჩვენ არ ვიქნებოდით იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა. სამი უმსხვილესი ხესი ნენსკრა ხუდონი ნამოხვანი თქვენი ეთერითაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წლიდან წლამდე გავხდებით იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა და ჩვენ ამას ვერ გავექცევით. ან უნდა გრაფიკის გზით წავიდეთ, რაც არ ამგონია რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იყოს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დაუბრუნდე, ჰიდროენერგეტიკა ამ ქვეყანაში ვერ ვითარდება, იმიტომ რომ ის არის დემონიზირებული სამწუხაროდ. დამანგრეველი ჰესების აი ამ ლოზუნგის უკან იმალება ის დამოკიდებულება, რომ არ უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, რაც ჰაერივით გვჭირდება, აი დღეს კიდევ ერთხელ მტკიცდება ეს მოცემულობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი გრედას ინიცირებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს და თქვენი ეთერითაც მინდა ვთხოვო აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებას და საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ დაგვეხმარონ ამ კანონპროექტის მიღებაში. ეს ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას იმაში, რომ მათ საკუთარ თავზე ის სარგებელიც იგრძნონ, რომელიც არა მარტო ქვეყანას მოემსახურება, არამედ პირადად მათ. ანუ მომავალში ვგულისხმობთ, რა ჰიდროელექტროსადგურებიც უნდა აშენდეს და არსებობს დღის წესრიგში არაერთი ათეული ჰიდროელექტროსადგური, მათ მიერ გადახდილი ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მოხმარდეს ზეგავლენის არეალში მაცხოვრებელ და იმ კონკრეტულ სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი ჰქონდეთ უკეთესი, თქვა საცხოვრებელი პირობები, შეიძლება იყოს გზა, შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა, წყალგაყვანილობა ან ასე შემდეგ. ნებისმიერი რამ. ამიტომ ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა მივიღოთ. სხვა გამოსავალით ჩვენ უბრალოდ აი ამ მოცემულობაში და რეალობაში უბრალოდ არ გაგვაჩნია. გვჭირდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 100%-იანი მხარდაჭერა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად წახალისება. მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამომწურავი და რაც მთავარია დეტალური მიმოხილვისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ის გაჩერებული პროექტები დავიტყოდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ძალიან მალე განხორციელდება, იმდენად რამდენადაც სხვა ალტერნატივა ქვეყანას პრაქტიკულად ამ მიმართულებით არ გააჩნია. მაყურებელს შევახსენებ, მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად. დავსაუბრობდით მზის ენერგიაზე, მზის ენერგიის გენერაციის ობიექტებსა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე.